მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო. დღეს ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო საკითხზე. ევროკავშირის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაინმა განცხადება გააკეთა Der Zeit გაზეთისთვის და ამ განცხადების გამო გარკვეული დაძაბულობა არის შექმნილი ახლა ევროკავშირსა და თურქეთს შორის მოუწია მათ შორის ევროკავშირის გარკვეული განმარტებების გაკეთება ამ განცხადებასთან დაკავშირებით, რადგანაც ამ განცხადებაში ურსულა ფონ დერ ლაინმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ცდილობს ევროპულ კონტინენტზე პროექტის დასრულებას, ან დასასრულამდე მიყვანას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანიო იმ კონტექსტიდან გამომდინარე, რომ გავლენები არ დაუშვას და პრაქტიკულად მის გარკვეულწილად მეტოქეებად გამოაცხადა ჩამოთვალა სამი ქვეყანა: რუსეთი, თურქეთი, ჩინეთი. და ამ ჭრილში, რა თქმა უნდა, თურქეთის აღმოჩენას ჰქონდა საკმაოდ სერიოზული რეაქცია თურქეთიდან ბუნებრივად. თუმცა ჩვენ თქვენთან ერთად უნდა გავიხილოთ თუ რას გულისხმობს მაინც ეს სია, ჩამონათვალი და ეს პოზიცია ევროკავშირის მიერ და თან, რა თქმა უნდა, ვისაუბროთ იმაზე, საქართველოსთან ეს რა კავშირში არის, ან როგორ შეიძლება აღვიქვათ ეს გარკვეული გადაწყვეტილება, მიდგომა, განცხადება. უნდა პირველ რიგში დავაზუსტო, რომ შემდეგ ევროკავშირის პრეზიდენტის პრეზიდენტივანმა განმარტა, რომ ეს განცხადება უკავშირდება თურქეთის მზარდ გეოპოლიტიკურ როლს და ასევე იმას, რომ თურქეთი არის მნიშვნელოვანი პარტნიორი, ეს დიპლომატიური განცხადებები არის ბუნებრივად, თურქეთი არის ნატოს წევრი, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა, მნიშვნელოვანი პარტნიორი მიგრაციის საკითხებში და ასე შემდეგ. ანუ მოკლედ, ამ კონტექსტში ნახსენები თურქეთიო არ უდრის იმ დანარჩენ ქვეყნებსო, ეს განმარტება გააკეთა ევროკავშირმა. პრინციპში განმარტება თავის მხრივ არის ლოგიკური, მაგრამ ეს განცხადება არის უფრო დიპლომატიური, უფრო პირდაპირ რომ ვთქვათ, ასე ვთქვათ, საერთაშორისო კონტექსტში. თუმცა ურსულა ფონ დერ ლაინის განცხადება თავისი არსით იყო უფრო პოლიტიკური გარკვეულწილად მესიჯი. და ეს პოლიტიკური მესიჯი რეალურად არ უკავშირდება მხოლოდ თურქეთს როგორც ასეთს. იმიტომ რომ საუბარია გავლენებზე, მეტოქეობაზე, მათ შორის იყო ნახსენები აღმოსავლეთ, უკაცრავად დასავლეთ ბალკანეთი, ანუ ბალკანეთის რეგიონი, სადაც თურქეთის გავლენები ნამდვილად არის მზარდი და საკმაოდ ისტორიულადაც მსხვილი და პრინციპში ახლაც აქტუალური. თუმცა ჩვენ მართალია ამ კონტექსტში ნახსენები არ არის, მაგრამ ჩვენ თქვენთან ერთად არ შეგვიძლია ყურადღებიდან რომ გამოგვრჩეს კიდევ ერთი რეგიონი, სადაც ევროკავშირი და თან არა მხოლოდ თურქეთი, არამედ რუსეთიც რო ნახსენებია, თან რუსეთი არ არის მარტო მეტოქე, კონკურენტი. თურქეთი გაცილებით უფრო კონკურენტი არის, ვიდრე რუსეთი. რუსეთთან არის უშუალო დაპირისპირება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შედეგად. ეს კონფლიქტი არის პრინციპში, შეგვიძლია ღიად ვთქვათ, რომ არის რუსეთის ომი ევროპის წინააღმდეგ, ევროპის ერთიანობის, ევროპის ცივილიზაციის, ევროპული მოწყობის და ევროკავშირის როგორც პროექტის, როგორც ზესახელმწიფოებრივი გაერთიანების და გარკვეულწილად პრინციპში ყველაზე მეტად საერთაშორისო სამართლის ლოიალური სისტემის და სტრუქტურის. შესაბამისად, ამ კონტექსტში ძალიან აშკარა და ნათელი არის, რომ თურქეთის და რუსეთის მიდგომები განსხვავდება, თუმცა არის ერთი რეგიონი, სადაც თურქეთი და რუსეთი არიან პრაქტიკულად ერთობლივი გავლენის მოთამაშეები. და ეს რეგიონი არის კავკასია. კონკრეტულად კი სამხრეთ კავკასია და განსაკუთრებით პრინციპში უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო არ არის აქ გამონაკლისი კი არა, ალბათ პირველ რიგში საქართველო უნდა აღნიშნოთ, იმიტომ რომ საქართველოს გააჩნია ორივე ქვეყანასთან საზღვარი. ბოლოს და ბოლოს არა მხოლოდ სახმელეთო, არამედ მათ შორის შავ ზღვაზე საზღვარი ვხედავთ, რომ ერთი მხრივ არის რუსეთი
როცა მთავრდება ქართული ნაწილი შავი ზღვის სეგმენტი, ასე ვთქვათ, და მეორე მხრივ არის თურქეთი. ეს არის ფაქტი. გარდა ამისა, ალბათ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აზერბაიჯანთანაც ორივე სახელმწიფო მეზობლობს, ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია. რუსეთს გააჩნია პირდაპირ საზღვარი აზერბაიჯანთან, თურქეთსაც გააჩნია ნახიჩევანის მიმართულებით, თუმცა აზერბაიჯანს თავად არ გააჩნია საზღვარი ნახიჩევანთან და შესაბამისად მაინც აზერბაიჯანი ცოტა სხვა შემთხვევა უფრო არის, ვიდრე კლასიკური შემთხვევა, ამიტომ სრულფასოვანი ორივე ქვეყანასთან საზღვარი გააჩნია საქართველოს. თუმცა ჩვენ თუ ვაფასებთ მთლიანად რეგიონს, ამ მხრივ საქართველო ცხადი არის უნიკალური ქვეყანა და ჩვენ ბუნებრივად უნდა გვაინტერესებდეს მათ შორის რა პერსპექტივები გაგვაჩნია რეგიონში, რა რეალობა არის შექმნილი. გარდა ამისა, ბოლოს და ბოლოს ვართ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა, საკმაოდ სერიოზული ევროინტეგრაციის გამოცდილებით და მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილის მხარდაჭერით ევროპული ინტეგრაციის და შესაბამისად ეს კონტექსტი აუცილებლად გვეხება, როდესაც ევროპა აცხადებს პრაქტიკულად, რომ მისი კონკურენტები არიან ერთი მხრივ რუსეთი და მეორე მხრივ თურქეთი. სწორედ ამიტომ ჩვენ როდესაც საუბრობთ კავკასიის რეგიონში, აქ ასევე ხედავთ, რა თქმა უნდა, ევროპის ინტერესს მათ შორის სომხეთის მიმართ. კერძოდ გეტყვით, რომ გუშინ დამტკიცდა ევროკავშირის ახალი მისია სომხეთში. ეს მისია არის მეორე რიგით უკვე. პირველი მისია არის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, როგორიც ჩვენ გაგვაჩნია აქ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან საოკუპაციო ხაზებზე. ასეთივე მისია ჩამოყალიბდა სომხეთში 2023 წელს და აკონტროლებს, მონიტორინგს უწევს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარს, სადაც მდგომარეობა არის ძალიან დასტაბილურებული ევროკავშირის მისიის საქმიანობის შედეგად. მეორე მისია არის მოლდოვას მისიის მსგავსი ორწლიანი მანდატით, რომელიც დეზინფორმაციას, კიბერ ჩარევებს, საინფორმაციო манипуляციას და ფინანსური ფარული ნაკადების მიმართულებით და ასევე სხვა ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ იფუნქციონირებს. და ეს მისია რეალურად არის სწორედ მოლდოვას მსგავსი ტიპის მისია. შესაბამისად, აქედან გამომდინარე უნდა ვთქვათ, რომ პრაქტიკულად ჩვენ ვხედავთ ასევე ევროკავშირის ძალიან აქტიურ ჩართულობას სომხეთში. რა თქმა უნდა, ევროკავშირი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, თურქეთთან და თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციასთან, ეს არის აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი, საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობს. და ისევე როგორც ჩინეთთან. რუსეთი არის ამ შემთხვევაში გამონაკლისი უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის შედეგად და თანამშრომლობა რუსეთთან ევროპული ქვეყნების არის მკვეთრად შემცირებული და მიდის შემცირებისკენ და სრულიად, ასე ვთქვათ, გაუქმებისკენ. ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, მეტოქეობაზე საუბარი არის უფრო გავლენების კონტექსტი და პოტენციური სხვადასხვა ხედვები განვითარებაში. ჩვენ თქვენთან ერთად არაერთხელ გვისაუბრია ცხადია თურქეთთან არსებულ სირთულეებზე. ეს თუნდაც ისრაელის კონტექსტს შეეხება, თუნდაც ევროკავშირის წევრ საბერძნეთს შეეხება. სწორედ ამიტომ თურქეთი ნამდვილად არის გამონაკლისი და რთული პარტნიორი. გარდა ამისა, თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაცია ღიად პრინციპში არის ავტორიტარული ბუნების და ამავდროულად იქ იკვეთება გარკვეული ნარატივები განსაკუთრებით. ეს ნარატივები არის თურქეთ-აზერბაიჯანში ეთნიკური ნაციონალიზმის, ხოლო ცენტრალურ აზიაში და თურქეთში პირველ რიგში გარკვეული რელიგიური ფაქტორებიც არის გააქტიურებული, მათ შორის ცენტრალურ აზიაში თურქეთი აქტიურად ხელს უწყობს რელიგიის როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტის გააქტიურებას. აქედან გამომდინარე პრინციპში უნდა ვთქვათ, რომ ევროკავშირისთვის ბუნებრივად საკუთარი ინტერესების უზრუნველყოფისთვის საქართველო და სომხეთი ხდება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყნები, კავკასია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონი, თუმცა პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ეს მხოლოდ რეალისტურია ორმხრივი ლოგიკით. ანუ ეს არ და ვერ იქნება ევროკავშირის ინტერესების გათვალისწინება ჩვენი ინტერესების გათვალისწინების გარეშე და პირიქით.
ანუ ეს ორმხრივი მოძრაობის გზა არის, ასე ვთქვათ, სადაც ევროპას ევალება ჩვენი მხარდაჭერა თუ სურს ჩვენი აა მეშვეობით საკუთარი უსაფრთხოების მათ შორის უზრუნველყოფა კავკასიაში, კავკასიის მეშვეობით და მეორე მხრივ ჩვენ გვევალება აა ევროპის ინტერესების გათვალისწინება თუ გსურს ევროპის მხარდამჭერა რო კონდეს ბუნებრივად. და აქ საინტერესოა რომ საქართველოს და სომხეთს ცხადია გააჩნია სხვადასხვა როლი, სხვადასხვა ფუნქცია. თუმცა ერთობლივი პერსპექტივა არის ძალიან ჩემი აზრით საინტერესო კონტური განვითარების, რომელშიც მნიშვნელოვანია რომ მხარეებს ამ შემთხვევაში კონკრეტულად საუბრობ საქართველოსა და სომხეთზე სჭირდება ისეთი ტიპის ფორმატის და ისეთი ქმედებების დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომლის შედეგადაც მაქსიმალურად იქნება შემცირებული რისკები და ამავდროულად ჩვენ შევძლებთ სარგებლის ნახვას საქართველოს ინტერესებისთვის, სომხეთის ინტერესებისთვის, ანუ ერთობლივი გარკვეული ინტერესების წერტილის მოძებნა. პარალელურად, როგორც ნახსენებია მათ შორის ურსულა ფონ დერ ლაინის განცხადებაში, თურქეთი რჩება საკვანძო ქვეყნად შუა დერეფნის პროექტში. საუბარი არ არის ურთიერთობების გაფუჭებაზე. ნამდვილად არა, საუბარია რეალურად ურთიერთობების გარკვეულწილად ურთიერთსარგებლიანი ლოგიკით ჩამოყალიბებაზე, მეორე მხრივ აღიარება, რომ ეს ერთობლივი სარგებელი ყოველთვის ერთნაირია ვერ იქნება, არ იქნება და სხვადასხვა ინტერესები გააჩნია ევროპას, თურქეთს და თურქულ ქვეყნებს, რუსეთს და ჩინეთს. ჩინეთს აქ საკვანძო ქვეყანა არის, ცხადია, ევროკავშირი ჩინეთის წინააღმდეგ პოლიტიკას არ აწარმოებს, თუმცა ჩინეთი და ევროპა არის ბუნებრივად სხვადასხვა სივრცეები. გეოგრაფიულად კი ბატონო, მაგრამ მათ შორის სამართლებრივად, მათ შორის ადამიანის უფლებების, მათ შორის სახელმწიფო მოწყობის, მათ შორის დემოკრატიის ყველა სტანდარტით. ჩინეთი თურქული სახელმწიფოები არის სრულიად სხვა ტიპის. ერთი არის კომუნისტური სისტემა. თურქული სახელმწიფოები არის პრინციპში მყარი ავტოკრატიული მოდელი, მათი პრინციპში ესეთი ბელადის ლოგიკით, ხო, ყველა ქვეყანაში პრაქტიკულად ესეთი ავტორიტარული სისტემაა, სადაც იმასაც გეტყვით, რომ ბოლო Freedom House-ის კვლევებით ყველა ეს ქვეყანა ასევე არის ავტორიტარული. თურქული კავშირის ყველა ქვეყანა, ჩინეთი, რუსეთი არიან ავტორიტარული ქვეყნები. ერთადერთი რომელიც ავტორიტარული არ არის აი ამ კონტექსტში არის და ერთადერთი მეზობელი საქართველოსთვის ეს არის სომხეთი, რომელიც ჰიბრიდულია როგორც საქართველო. სრულად დემოკრატიული არ არის. შესაბამისად, პოტენციურად ჩვენ ორი საინტერესო ესეთი სცენარი არსებობს, ცხადია. თუ ჩვენ თავს მოვიაზრებთ დემოკრატიული ევროპის ნაწილად, როგორც საზოგადოება, როგორც პოლიტიკური სისტემა და ამასთან დაკავშირებით იცით რომ გვაქვს პრობლემები მართლობასთან დაკავშირებით, მაშინ ჩვენ ბუნებრივად ამ ევროპის მოკავშირე და ამ ლოგიკაში ევროპასთან ერთად, მათ შორის სომხეთთანაც ერთად ვქნით ერთობლივ ჯაჭვს. და სხვა სცენარი არის რეალურად, ასევე სადაც რომლის მიმართულებითაც გარკვეული ნაბიჯები ნამდვილად იკვეთება, რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას გარკვეულწილად მიდრეკილება აქვს, რომ იყოს სწორედ აი ამ ავტორიტარული ქვეყნების, ჩინეთის, რუსეთის, თურქული ქვეყნების წიაღში გარკვეულწილად და აი ცენტრში მათ შორის, ან მათ მოდი სწორად ვთქვათ, მათ სივრცეში გავლენის მათ შორის ყოფნის, ოღონდ პოლიტიკურ გავლენას გულისხმობ ამ შემთხვევაში. ანუ საქართველოში რა ტიპის ქვეყანას ვაშენებთ მაგასთან დაკავშირებით. არა მხოლოდ იმაზე, რომ ეკონომიკური გავლენა ბუნებრივია, საზღვარი რო გაგდა მეზობელია, ბუნებრივია, აქ საუბარი მაგაზე არ არის. პოლიტიკურ გავლენაზე არის. ჩვენ ვიზიარებთ მათ პოლიტიკურ ხედვებს და გეზს თუ არა.
და ეს პირველ რიგში უკავშირდება დღეს ავტორიტარულ დემოკრატიულ მიმართულებას და პრინციპში პირდაპირ უნდა თქვათ, რომ ბოლო წლების დინამიკა აშკარად და ის მგონი ფაქტია, გვაშორებს ევროპას და გვაახლოვებს აი ამ ავტორიტარულ ქვეყნებს. სწორედ ამიტომ საქართველო გარკვეულწილად არის საკვანძო ქვეყანა ახლა და გარკვეულწილად საქართველოში გადაწყდება ასევე კავკასიის ბედი. ეს არაერთხელ მithქვამს, ეს არ არის სიახლე. ჩემი პოზიცია არ არის სიახლე. საქართველო არის ერთადერთი, ვისაც შეუძლია რეალურად კავკასიის ტრანსფორმაცია. და აქედან გამომდინარე, მათ შორის წნეხი საქართველოზე არის საკმაოდ სერიოზული და დიდი. რა თქმა უნდა, სომხეთი გარკვეულწილად სარგებლობს იმ რეალობით, რომ არ გააჩნია საზღვარი რუსეთთან. მაშინ, როდესაც საქართველოს არა მხოლოდ საზღვარი გააჩნია, არამედ ოკუპირებული ტერიტორიებიც და უსაფრთხოების რისკები. თუმცა მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია, რომ თუ შენ რისკების გამო დათმე სუვერენიტეტი რუსეთს დაუთმე, მაშინ ის სახელმწიფოებრიობა, რაც შენი მთავარი ღირებულება, ძალიან პირდაპირ ვთქვათ, შეზღუდული გექნება ეს რეალური სახელმწიფოებრიობა. ამიტომ რთულ ვითარებაში, როგორშიც ვართ ჩვენ, სამეზობლო, ერთადერთი სწორი ვარიანტი არის ლავირება. ლავირება გულისხმობს მათ შორის არ არჩევას კონკრეტულად, ანუ ავტორიტარული ბანაკისკენ არ წასვლა სრულად, არ ინტეგრაციას, იმიტომ რომ ეგ დაასრულებს ლავირებას და ლავირების გარეშე, რასაც პრინციპში ევროკავშირი რასაც ახლა ამბობს, რომ გავლენების საკითხი, ხო? რუსეთის, თურქეთის და ჩინეთის გავლენები იმდენად აქტიურია, რომ შესაბამისად შეუძლებელი იქნება ინტერესების დაბალანსება, თუ ჩვენ აქეთ ფლანგზე გავაკეთეთ სრული არჩევანი. გასაგებია, რომ სრული არჩევანი ევროპის მიმართულებითაც თავის ლოგიკურ შეზღუდვებს ხდება. ბუნებრივია ეს. მათ შორის უნდა აღინიშნოს, რომ კიდევ ერთხელ ხარისხობრივად განსხვავდება რუსული და თურქული სცენარები ამ მომენტისთვის. სულ მცირე ამ მომენტისთვის. რუსეთი არის დაპირისპირებაში ევროპასთან, თურქეთი რთულ, მაგრამ კონსტრუქციულ თანამშრომლობაში. შესაბამისად, საქართველოს უწევს, რა თქმა უნდა, თავისი ინტერესების დაბალანსება რუსეთთან, ჩინეთთან, თურქეთთან. თუმცა, კიდევ ერთხელ, ამ შემთხვევაში ჩვენ ვინ ვართ? ჩვენ ვართ ევროპის მოკავშირე, ევროპის ნაწილი და ევროპის გარკვეულწილად წარმომადგენელი აზიაში, თუ ჩვენ ვართ ამ აზიის ნაწილი, რომელიც ევროპას შორდება რეალურად და რომელიც ევროპაში აღარ ხედავს საკუთარ თავს. ეს არის ძალიან სერიოზული კითხვა, რომელზეც პრინციპში ურსულა ფონ დერ ლაინის განცხადება გვიბიძგებს, რომ უფრო აქტიურად ვიფიქროთ, როგორც საზოგადოება, ყველა ამ შემთხვევაში, ეს აქ მე ჩემს ხედვას ნაკლებად გთავაზობთ ახლა, მე უფრო ანალიზს ვაკეთებ იმის, რომ პრინციპში არჩევანი გვაქვს საკმაოდ მარტივი, იმ გაგებით, რომ დუალურია ეს არჩევანი. ჩახლართული არ არის. ან დემოკრატიული, ან ავტორიტარული საზოგადოება. ან ევროკავშირთან ერთად პოზიციონირება და მათ შორის შეერთებულ შტატებთანაც, ან დასავლეთის კონტექსტში, თუმცა ის განსხვავდება ინტერესები, ვიცით, ხედავთ. ან ამის მიღმა. უნდა გავითვალისწინოთ, თუ ამის მიღმა ვართ, მაშინ ევროპული მხარდაჭერის მიღმაც ვრჩებით, ბუნებრივად. იმიტომ რომ ამ კონტექსტში, რომ შევხედოთ ისევ გეოგრაფიას, რუსეთი, აქეთ ჩინეთი, აქეთ თურქული ქვეყნები, პრაქტიკულად ევროპის გარდა ჩვენი რეალური მხარდამჭერი ახლოს არავინ არ არის. და შესაბამისად, თუ ჩვენ ვრჩებით ამ ევროპის გარეშე, მაშინ ნებისმიერი კრიზისისთვის უნდა მზად ვიყოთ, რომ მარტო გავუმკლავდეთ თან ესეც აღსანიშნავია, რომ სამეზობლო არათუ მხარდამჭერი შეიძლება აღმოჩნდეს, არამედ კრიზისის მიზეზი.
და თუ ჩვენ არც ერთი მეგობარი არ გვეყოლება ამ კონტექსტში, გავუმკლავდებით რომ მარტო ამ სირთულეებს. შეიძლება ამ მომენტისთვის ჩანს რომ კი, იმიტომ რომ სირთულეები ხო არ ვიცით როგორი იქნება. თუმცა მეორე მხრივ ისტორიაც ასევე გვაჩვენებს, რომ მარტო პატარა ქვეყნები სერიოზულ გეოპოლიტიკურ ტრანსფორმაციებს ვერ უმკლავდებიან. აქედან გამომდინარე, ეს საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი და საკვანძო. ევროკავშირი აშკარად ცდილობს სრული სურათის დანახვას, რომ მის პოტენციურ საზღვრებზე მისი პოტენციური მეტოქეები არიან სხვა ტიპის სისტემები, განსხვავებული, ეს არის რუსეთი, თურქეთი და ჩინეთი. და ამავე კონტექსტში აღსანიშნავი არის პრინციპში, რომ ეს სხვა მოდელები და სისტემები ევროპას უბიძგებს ევროპული ინტეგრაციის პროექტის დასრულებისკენ, რაც თქვა ურსულა ფონ დერ ლაინმა. აქ ასევე ჩდება კითხვა, ამ დასრულებულ ევროპულ პროექტში ჩვენ ვხედავთ საკუთარ თავს თუ არა? გეტყვით, რომ სომხეთი სულ უფრო და უფრო ხედავს და ფაშინიანის განცხადება თბილისში, რომელიც უკავშირდებოდა იმას, რომ საქართველო და მერე ევროპარლამენტში, რომ საქართველო არის უმნიშვნელოვანესი ქვეყანა სომხეთისთვის ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სომხეთის ამბიციები და სურვილები პირდაპირ კავშირში არის საქართველოს მათ შორის გადაწყვეტილებასთან. ჩვენც უნდა გავითვალისწინოთ აქ, რომ ეს გადაწყვეტილება ასევე იქონიებს გავლენას არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ მათ შორის სომხეთზეც. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს შანსიც უსასრულო არ არის იმისა, რომ საქართველოს და სომხეთს შეუძლია ერთობლივი მოძრაობა. ეს ფანჯარაც ახალი არის სომხეთისთვის. რამდენ ხანს გაგრძელდება, როგორი იქნება, არავინ არ იცის ზუსტად. ასე რომ რეალურად უნდა ვიფიქროთ იმაზე, ჩვენ სად ვხედავთ საკუთარ თავს, რა კონტურებში, რა პერსპექტივაში და მარტივ კითხვას უპასუხოთ ჩვენთვის. ხედავთ თუ არა საკუთარ თავს ამ დასრულებული ევროპული ინტეგრაციული პროცესის ნაწილად. თუ არ ვხედავთ, მაშინ სად ვხედავთ და ვიაზრებთ თუ არა ამის შესაფერის რისკებს. ეს არის მთავარი საკითხი. ვფიქრობ, საკმაოდ აქტუალურია. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ძვირფასო მაყურებლებო. მოგიწოდებთ, რომ მოიწონოთ ეს ვიდეო, თუ მოგეწონათ, რაზეც საუბრობდი და რა ფორმატშიც. დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში, გამოიწერეთ არხი, შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ არხის განვითარებას აღწერაში მოცემული საშუალების მეშვეობით. შეხვდებით შემდეგი ანალიზის დროს.